რა კრიტერიუმებით გადამოწმდებიან სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახები, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაანონსა, რომ მონაცემთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრმა მოადგილეებთან ერთად პარლამენტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. განიხილეს პროცესის ობიექტურად და ეფექტურად წარმართვის გზები. 2026 წლის მონაცემებით ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400,000-მდე ოჯახი. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია იმისთვის, რომ სახელმწიფოს რესურსები ამ მიმართულებით სოციალური შემწეობისთვის გათვალისწინებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს გულისხმობს რას? რომ თითოეული თეთრი გამოყოფილი ამისთვის ხმარდებოდეს მთლიანად ხმარდებოდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება და არავითარი ნორმიდან ამოვარდნილი შემთხვევები არ არსებობდეს. შევიმუშავეთ სათანადო ღონისძიებები, რომელსაც გაატარებს მთავრობა პარლამენტთან ერთად და ეს სოციალურთა დაუცველი ბაზა იქნება ადეკვატური და შესაბამისობაში მასე რომელ მოქალაქეებსაც ჭირდებათ ნამდვილად სოციალური შემწეობა. პირები, რომლებიც აღარ არიან უკვე საბედნიეროდ შესაბამისი ბენეფიციარები, შესაბამისი საჭიროების ბენეფიციარები, მათი გადამოწმება მოხდეს. ეს პროცესი ხანგრძლივია და ხანგრძლივი პროცესის დასრულების შემდეგ უნდა იყოს ერთი უფრო გამართული ბაზა, გამართული მეთოდოლოგიით მოუზრუნველყოფილი.